მოგესალმებით. გამოვიყვანოთ სფეროს მოცულობის გამოსათვლელი ფორმულა. V უდრის 4/3 π r კუბს. განვიხილოთ საკოორდინატო სისტემა. O x O y და განვიხილოთ ნახევარ წრე. მინუს r-დან r-მდე შუალედში. როგორც ვიცით, წრეწირის განტოლებას აქვს შემდეგი სახე: x კვადრატს პლუს y კვადრატი უდრის r კვადრატს. აქედან y კვადრატი უდრის r კვადრატს მინუს x კვადრატი. ნახევარ წრეწირის ბრუნვით მივიღებთ სფეროს x ღერძის გარშემო მივიღეთ სფერო და მისი მოცულობის გამოსათვლელად გამოვიყენოთ ინტეგრალის. ეს არის π ინტეგრალი a-დან b-მდე ბრუნვითი სხეულის მოცულობის გამოსათვლელად ჩაიწერება ასე. საზღვრები აქ გვექნება მინუს r-დან r-მდე, ამიტომ ეს ფორმულა გადაიწერება შემდეგნაირად ჩვენი კონკრეტული შემთხვევისთვის: მინუს r-დან r-მდე r კვადრატს მინუს x კვადრატი dx. ინტეგრალს თუ გამოვთვლით, მივიღებთ π r კვადრატ x მინუს x კუბის მესამედი ჩასმა მინუს r-დან r-მდე. ნიუტონ ლაიბნიცის ფორმულით ჯერ ჩავსვათ ზედასაზღვარი, ანუ r, მივიღებთ r კუბს მინუს r კუბის მესამედი და გამოვაკლოთ, ჩავსვათ x-ის ნაცვლად მინუს r. გვექნება მინუს r კუბს პლუს r კუბის მესამედი. აქ მივიღებთ შემდეგ გამოსახულებას π გამრავლებული 2 r კუბის მესამედზე პლუს π გამრავლებული 2 r კუბის მესამედზე. მათი ჯამი კი მოგცემს დასამტკიცებელ ფორმულას 4/3 π r კუბს. რისი დამტკიცებაც გვინდოდა. კარგად, ბრძანდებოდეთ.